ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ვირუსული მინინგიტის შემთხვევებმა იმატა და ავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით აპრილის ბოლოდან დღემდე ვირუსული მინინგიტის 40-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მაისის თვეში რეგიონში ვირუსული მინინგიტის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსული მინინგიტით ძირითადად ინფიცირებული არიან სკოლამდელი ასაკის ან სასკოლო ასაკის ბავშვები. ვირუსული მინინგიტი ხასიათდება ტემპერატურის უეცარი მატებით, თავის ტკივილით, კისრის დაჭიმვით, ცნობიერების შეცვლით. მას ხშირად თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიც აგულისრევა, ღებინება, ძილიანობა და უმადობა. ინფექციური დაავადების პრევენციის მიზნით სპეციალისტები მოსახლეობას ხელების ხშირ დაბანას, სველი წერტილების ხშირ დეზინფექციას, ჰიგიენური ნორმების დაცვას ურჩევენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პანიკის საფრთხე არ არის და სეზონურად მატება დამახასიათებელია. ინფექცია არ არის აიროვან წვეთოვანი, ანუ არ არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამის გავრცელების საშიშროება და პირბადეების ტარების. არამედ ხელების დაბანა, რომელიც თითქოს და ბანალური, ასე ვთქვათ, ეს არის ზომა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში, როდესაც ასე ვთქვათ, ჩვენ დავამყარეთ დამხატულობა აღნიშნულ ინფექციაზე, რეგისტრირებულია 5 შემთხვევა. ეს რაღაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისათვის ესეთი განსაკუთრებულ მატებად არ ითვლება. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ახასიათებს კისრის კუნთების რიგიდულობა, ცნობიერების შეცვლა, თავის ტკივილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას ასეთი კლინიკური ნიშნების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს.